სამოქალაქო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი არის რეგიონული ჰაბი, რომელიც გახლავთ საქართველოს 10 ჰაბს შორის ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ჰაბების ერთ-ერთი წევრი. ჩვენი ორგანიზაცია მოიცავს 8 მუნიციპალიტეტს და მისი ძირითადი მიზანი და ამოცანა გახლავთ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის გარკვეული სოციალური სერვისების მიწოდება. ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში ჩვენ ბოლო 7 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით უამრავი აქტივობა განმახორციელეთ. ორგანიზაციამ გაუწია თავისი სერვისები ყველაზე ცოტა დაახლოებით 100,000 ადამიანს. მხოლოდ გასულ წელს ჩვენ 2500-მდე ახალგაზრდა მოვიცავით უშუალო სერვისებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის 9 გრანტი გავეცით და ამ გადამზადებული ქალებიდან თითქმის 9/2 უკვე არის დასაქმებული. მედია ცენტრი კახეთის და სოციალური საწარმოს ერთობლივი პროექტების ფარგლებში გასულ წელს მაგალითად გადავამზადეთ 180-მდე ქალი, ყავს მძღოლი ქალი, გიდი, ასევე მეწარმეებსაც ხელს უწყობთ, რომ განავითარონ თავიანთი პროდუქტი. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შევიძინეთ პატარა ეკობასი, რომელიც ასევე გარემოზე ზრუნავს. სწორედ ეს პროექტები გვეხმარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, რომ წვლილი შეიტანონ დემოკრატიის განვითარებაში გაძლიერებულმა ქალებმა. გავხდი ძალადობის მცდელობის მსხვერპლი. როდესაც გადმოვედი თელავში, გავიგე ამ პროექტის შესახებ, თელავის შემოგარენში დავიწყე ბავშვების, ახალგაზრდების და უფრო მეტად ქალების ჩართულობა სალაშქრო საკემპინგე აქტივობებში. მსგავსი პროექტები უნდა ჩატარდეს, რადგან გაძლიერდნენ ქალები და ერთხელ და სამუდამოდ თვითონვე უთხრან არა ძალადობას. ის რომ ევროპული ღირებულება მოიცავს თავისუფლებას, ადამიანის უფლებების დაცვას, მათ მხარდაჭერას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას გახდა ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი საზოგადოების გასაძლიერებლად. ვიმუშავებთ იქამდე, სანამ ჩვენ საზოგადოებას ექნება სურვილი, რომ იყოს თავისუფალი ევროპული საზოგადოების წევრი.